ხვალ დაიწყება პირველ კლასელთა რეგისტრაციის მეორე ეტაპი და პროცესი 20 ივნისამდე გაგრძელდება. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ რეგისტრაცია ბავშვის მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა განახორციელოს. მან ზოგად საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები 2013 წლის 21 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინოს. რეგისტრაციის მესამე ეტაპი კი 10 ივლისიდან 18 ივლისის ჩათვლით განხორციელდება. სამინისტროში ექსტერნის გამოსცემთან დაკავშირებული პროცედურებიც განმარტეს, რომელიც მხოლოდ იმ მე-12 კლასელებს შეეხებათ, რომლებსაც წლის განმავლობაში კონკრეტული საგნისთვის დათმობილი საათების 30%-ზე მეტი აქვთ გაცდენილი. მათ რეგისტრაცია 2013 წლის 29 აპრილიდან 2 მაისის ჩათვლით უნდა გაიარონ. 1 მაისის დილის 9 საათიდან იწყება პირველ კლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია. სურველები უნდა შევიდნენ შემდეგ ფულზე www.registration.emis.g ან გადავიდნენ ამ ფულზე ჩვენი ოფიციალური საიტიდან, განათლებისა და მეცნიერების ოფიციალური საიტიდან, რომელიც არის www.mes.gov.g. რეგისტრაციისათვის აუცილებელია პირადი ნომერი, როგორც ბავშვის, ასევე იმ მშობელის, რომელიც არეგისტრირებს, ასევე ტელეფონის ნომერი, რა თქმა უნდა, სახელი და გვარი. ძალიან მარტივი ფორმა არსებობს ამისთვის, ამიტომ არ დაიბნევა ის ადამიანი, რომელიც დააპირებს რეგისტრაციის გაკეთებას.